ბიძინა ივანიშვილის პირადი ცხენი, რომელსაც ამ ქვეყნის პრეზიდენტს უწოდებს, ისევ ასპარეზზე გამოიყვანა და მისი პიროვნული განადგურების ახალი ფაზა არის. ამჯერად მოუწია მონაწილეობა ყაველაშვილს აი ამ რაღაცა მორიგ ღია წერილში, ყველაზე ბინძურ საბჭოთა ტრადიციების დაფასებით, ასე ვთქვათ. ივანიშვილის კოგნიტიური დისონანსი წერილიდან წერილამდე იცვლება და ამას ვხედავთ, რომ არაჯანსაღი ვითარება ტრიალებს ოლიგარქის კარზე. ერთი წერილი ლაპარაკობს ლანძღვაზე, ახლა ეს წერილი ამბობს, რომ საერთო ფასეულობები აქვს და რატომ კარით ხელი ბატონო დონალდ, ამაზეა საუბარი. აქ ჩვენ ვხედავთ პრიმიტივიზმს, აბსოლუტურ გუნურებას და სრულ არცოდნას საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო პოლიტიკის. აქედან რაიმე რო ესმოდეს ქართული ოცნების სახელმწიფო ვერტიკალს, აი ამ სამარცხვინო ამბებს, ამ სამარცხვინო საჯარო წერილებს არ იკადრებდა. მაგრამ კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ როგორი არაჯანსაღი კლიმატი და ვითარება არის ივანიშვილის კარზე, რა ხალხი მართავს ამ ქვეყანას, რა მეთოდებით მართავენ ამ ქვეყანას, რომ ყაველაშვილს ღია წერილებით ალაპარაკებენ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, თავისუფალი სამყაროს უპირობო ლიდერთან. აი ამ კატასტროფაში უწევს სიცხოვროს 3,5 მილიონი ქართველს და ეს უნდა დამთავრდეს აუცილებლად, თუ არა და ფსიქიური აშლილობის ჟანრში გადადის უკვე პოლიტიკური პროცესი ივანიშვილის კარზე. რა მეტი